მოგესალმებით, თქვენ უყურებთ Talk to Origins, სოლიდარობა მზია ამაღლებებს და ყველა სინდისის პატიმარს. უკვე რამდენიმე წელია ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ საყუნეთთან საავტომობილო ხიდი დაზიანებულია. იგეგმება თუ არა ხიდის რეაბილიტაცია და როდის? ვრცლად ნახეთ სიუჟეტი. ეს ხიდი უნდა გადაიაროთ, თუ საყუნეთში მისვლა მოგინდებათ. სოფელი ახალციხის მუნიციპალიტეტში ზღვის დონიდან 900 მეტრზეა განლაგებული და ოფიციალური მონაცემებით 500-მდე მოსახლე ცხოვრობს. აქ მცხოვრებლები გვეუბნებიან, რომ მდინარე მტკვარზე გადებული ხიდი უკვე წლებია დაზიანებულია. განსაკუთრებით კი საფეხმავლო ნაწილი. როგორც კადრებში ხედავთ, ტროტუარები ამონგრეულია, დაზიანებულია საავტომობილო გზა და ხიდის მოაჯირის ნაწილი. დაზიანებული ხიდის შესახებ ინფორმაცია აქვთ ახალციხის მერიაშიც. მერი ირაკლი ლაზარაშვილი გვეუბნება, რომ როგორც საყუნეთის, ისე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სხვა ხიდების საპროექტო დოკუმენტები შეძენილი აქვთ და უახლოეს მომავალში რეაბილიტაციაც იგეგმება. თუმცა კონკრეტულად როდის და რა ფასად არ აზუსტებს. შეძენილია პროექტი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული, რაც მუნიციპალიტეტს ექვემდებარება და არა საგზაო დეპარტამენტს. ყველა ხიდის და მილხიდის თუ მსგავსი ტიპის ნაგებობის პროექტები უკვე შეძენილია, რამდენიმე პროექტი უკვე დაწყებულია. რაც შეეხება საყუნეთის ხიდს, ესეც გამოცხადება უახლოს პერიოდში მისი სამუშაოების შესყიდვის ტენდერი და დაიწყება პერიოდულად ყველა ხიდის რეაბილიტაცია. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით ახალციხის მერიამ სოფელ ლიტაში 2 და სხვილისში 1 ხიდის რეაბილიტაციისთვის ტენდერი 1.400.000-მდე ლარზე გამოაცხადა. კონკურსში მონაწილე 3 პრეტენდენტიდან ყველაზე მცირე თანხა 1.150.000-ზე მეტი ლარი შპს-ის საგზაო სამშენებლო სამმართველო ნომერმა 2-მა შესთავაზა და ხელშეკრულებაც გაფორმდა. კომპანიას 3 ხიდის რეაბილიტაციისთვის ვადა 2026 წლის 16 აპრილამდე აქვს. მეტია დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს Facebook და web გვერდს. გმადლობთ, რომ გიყურებთ. დროებით.